აქცია დარგე შენი მომავალი გარემოსდაცვის სამინისტროს ინიციატივით თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გამწვანების კვირეულის პირველი ეტაპი დაიწყო. მინისტრმა ხათუნა გოგოლაძემ თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელო სამხარაულმა და ახალგაზრდებმა უნივერსიტეტის ეზოში სხვადასხვა ჯიშის ნერგები დარგეს. ღონისძიების მიზანს ბიომრავალფეროვნების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდებისთვის ხის დარგვის, უმვლისა და მისი აუცილებლობის სწავლა წარმოადგენს. აქციის ფარგლებში სტიქით დაზარალებულ რაიონში 1000, ხოლო მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 20,000 ენერგიის დარგვა იგეგმება. გამწვანების აქცია გარემოსდაცვის სამინისტროსთან ერთად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება ახორციელებს. აქციის სახელწოდება არის დარგე შენი მომავალი. შინაარსობრივად სახელწოდებიდან გამომდინარე, ამის მნიშვნელობა ძალიან დიდია. აღარაფერს საუბრობ, რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად ხეების დარგვა, მაგრამ ის რომ შენ თვითონ დარგავ, შენ თვითონ მოუვლი, მიხედავ საკუთრების განცდასაც ზრდის ადამიანებში და აი ამის ჩვევაში გადატანა არის ძალიან მნიშვნელოვანი. საჭირო აქცია წამოიწყეს და დაიწყო თელავის რაიონში, იმიტომ რომ იცით გასულ წელს ზაფხულში იყო დიდი სტიქია, უამრავი ხე წაიქცა ამ სტიქიის შედეგად და აქტიურად ჩვენი მწვანე საფარი აღსადგენია და უკვე დღეს გადავდგით პირველი ნაბიჯი. მოვუწოდო ყველა ახალგაზრდებს, ჩემ ხელებს, ჩემზე დიდებს, ჩემზე უმცროსებს, რომ სულ ყველა მიიღოთ ასეთ აქციაში მონაწილეობა. თუ არ იქნება აქციები, ყველა თავისი ნებით დარგას, რომ ერთი ხე მაინც, რადგან ის გამოადგება მას არა მარტო მას, მის მშობლებს, შვილებს, მოვალთაობას.